მოგესალმებით, ეს კინოპოდკასტია, ლაშა დარდაგანი, ნიკოლოზ ხომასურიძე. მშვიდობა და სიყვარული მეგობრებო, ჩვენი ძალიან ძვირფასი სტუმარი და მეგობარი და უმაგრესი პროფესიონალი არის დავით ხუბუა, Action Production ჯორჯიადან. წავიდა. მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. და საინტერესო თემა გვაქვს დღეს. კასკადიორები. რომ არა კასკადიორები არ იქნებოდა არც ისტორიული ფილმები, ცხენის გაჭენება რო გაჭენება, ეგეც არ იქნებოდა ფილმში. გადმოვარდნა და ყველაფერს ქმნიან კასკადიორები. ყველაზე ჩემი აზრით დაუფასებელი პროფესია დღემდე. მაგრამ კარგი ამბავიც გვაქვს. ამერიკის კინოხელოვნების აკადემიამ შარშან წინ თუ არ ვცდები, განაცხადა, რომ 100 წლის იუბილეზე აპირებს, რომ დაამატოს ახალი კატეგორია მრავალი წლის შემდეგ. პირველად ახალი კატეგორია მრავალი 100 წლის შემდეგ. არა, ნელ-ნელა გზადაგზად სხვადასხვა კატეგორიები ემატებოდა, მაგრამ დიდი ხანი არაფერი დაუმატებიათ და 100 წლის იუბილეზე დაამატებენ საუკეთესო კასკადიორული ტრიუკი კინოში და ბევრი ქორეოგრაფია და ბევრი კასკადიორი დაფასდება. ნამდვილად, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ არსებობს ცალკე ტაურუსი, რომელიც არის კასკადიორების ცალკე დაჯილდოების ცერემონია, რაც სხვადასხვა პროფესიებს ახასიათებს და ყავს ჩვენი ძმობილი ამ მიმართულებით პირველი ქართული გამარჯვებული ლაშა მძინარაშვილი. აბა მოგიკითხავთ ლაშა დიდი სიყვარულით და წარმატება ბედნიერება და ძალიან მაგარი ამბავი არის და ესე ვიკრიბებით ხოლმე რა დათო შენც ხა ერთად შარშანს ვიყავით და ხმას ვაძლევთ რადგან ლაშა მე გახდა ნომინანტი ამ წევრი ასე ვთქვათ რა აკადემიის უკვე ლაშა გვიზიარებს თავის წილ აი ამ უფლებებს და ჩვენთან ერთად გადაწყვიტა რომ ეს დაჯილდოება განიხილოს. და სხვათა შორის ლაშა მძინარაშვილმა რაც გააკეთა ეს ხო უბრალოდ კასკადიორული ტრუკი არ იყო, ქართული ცეკვა რა. ქართული ცეკვის ელემენტები შეიტანა საბრძოლო სცენაში. კი. საბრძოლის სცენაში. თან საკმაოდ ცნობილ ფილმში. კი, Kingsman-ში და დავით, შენ მოყევი შენი ისტორია და ანუ ლაშაც ფაქტიურად შენი გავლით მოხდა მან და აქედან გამომდინარე, აი ეს ისტორიაც რო დავიწყოთ და შევყვეთ ბოლომდე რა. ზოგადად ეს ჯილდო ყველა კასკადიორისთვის საოცნებო ჯილდოა, იმიტომ რომ როგორც მსახიობები, ოპერატორები და კინოს წარმომადგენლები ოცნებობენ ოსკარის ესე უმაღლეს ჯილდოზე, იგივენაირად ოცნებობენ კასკადიორები ამ ჯილდოზე და ნამდვილად ესე რაღაც მომენტში შეიძლება ცოტა სპონტანურად და უცებ მოვიდა ეს ყველაფერი, მაგრამ უცებ ვერაფერს ვერ გააკეთებ, თუ მზაობა არა გაქვს რა და არ ხარ საქმისთვის თავდადებული და ლაშამ სწორედ ეს მოახერხა, მახსოვს რომ დღე და ღამე არ ეძინა და სულ კონტაქტზე იყო ჩვენთანაც და მაქსიმალურად, რავი, გადაღების შემდეგ ნომერში რეპეტიციებს აკეთებდა, რომ მეორე დღეს იქ მომზადებული ყოფილიყო და იმ დროს როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია დასვენება, რომ მეორე დღეს უკვე შეძლო მუშაობა და იმასაც ახერხებდა, რომ ემუშავა კარგად და თან არ ისვენებდა რა, მოკლედ. და ხო, ჩემმა მეგობრებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთ-ერთ ფილმშიო, არც ვიცოდი მაშინ Kingsman-ში თუ ჭირდებათო კასკადიორი, რომელიც შეძლებსო, რომ რაღაცა ქართული ცეკვის ელემენტები შეიტანოსო. უბრალოდ ჯერ არისო კასტინგიო, სხვადასხვა ქვეყნებიდანაც აგზავნიანო ფოლკლორულ, ესე ვთქვათ, მიმართულებებს და იქნებ თქვენს გამოაგზავნოთ და გამახსენდა ლაშა. ერთი 10 წლით ადრე დამეხმარა რაღაცაში, არც მქონდა ლაშასთან ურთიერთობა იმის შემდეგ და ესე მეგობრები არ ყოფილვართ, უბრალოდ დამეხმარა და გამახსენდა, რომ ესე ძალიან მობილიზებული ადამიანი რო იყო და შევეხმიანე. მოხდა მე უკვე ეს დიდი ამბავი რაც მოხდა და ძალიან მიხარია, ძალიან მეგობრია. გაიმარჯვა რა, ფაქტიურად ქართულმა ცეკვამ ლაშას შესრულებით გაიმარჯვა. კი და მაყურებელსაც შევახსენოთ, ლაშა მძინარაშვილი თამაშობს უпростоრად ასრულებს ცეკვას მსახიობ რიზ აიფანსის ნაცვლად, რასპუტინის როლის შემსრულებლის ნაცვლად და მას აქ ორთაბრძოლა რალფ ფაინსთან. დიახ. ლაშა ყოველთვის აღნიშნავს, ლაშასთან ერთად იყო მისი მეგობარი ბაჩანა ჭანტურია, რაღაც პერიოდი
ჩავიდა ბაჩანაც ცოტა მოგვიანებით და მოკლედ ორივე ერთად ეს ყველაფერი უფრო გაალამაზეს და არა მარტო თვითონ მიიღეს ის სახელი რაც მიიღეს, არამედ ქართულ ხელოვნებასაც მისცეს ესე დიდი ასპარეზი. და ძალიან მოხარული ვარ ამ ყველაფრის. ეხლა სანამ მე მინდა გკითხო როგორ მოხვდი ამ სფეროში, როგორ გახდი კასკადიორი, მაგრამ რახან ტაურუსის გარშემო ვტრიალებთ, მინდა რომ აქვე აღვნიშნო, რომ რა მნიშვნელობა აქვს ამ ჯილდოს. არიან თითზე ჩამოსათვლელი მსახიობები, რომლებმაც შექმნეს ისეთი ფილმები, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა კასკადიორი. გამოირჩევა რბოლის სცენებით, ორთაბრძოლის სცენებით, აფეთქებებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რა ჯილდო აქვს ლაშა მძინარაშვილს, რო ვთქვათ. ეს ჯილდო აქვს მიღებული განსაკუთრებული წვლილისთვის კასკადიორული საქმიანობის განვითარებაში შეწყვეტილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს არნოლდ შვარცენეგგერს, ტომ კრუზს თუ არ ვწდები არა. ტომ კრუზს არა აქვს, როგორ არის? თუ არ ვწდები არა აქვს. კიანუ რივზს აქვს, სილვესტერ სტალონეს აქვს. ტომ კრუზს ჯერჯერობით არა აქვს. შემდეგ მიარიჭა. შეიძლება. ლაშამ დაასწრო, კი ბატონო. სტალონესაც აქვს. სტალონესაც აქვს, შვარცენეგგერს, კიანუ რივზს, ჰარისონ ფორდს, ნუ ძალიან ესეთ გამორჩეულ მსახიობებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ დარგის განვითარებაში. თვითონ რო ასრულებენ რა ამ და აი მე მაინტერესებს რა გახდა შენთვის ინსპირაციის წყარო? ან რომელი ფილმი ხო არის? ან რომელი ფილმი, ან რომელი მსახიობის სიტყვაზე, აი ჩვენ ერთი ბავშვობიდან მოვდივართ. აი უნდა მეთქვა ჩვენ ხა ერთი თაობა ვარ. ხო, და 80-იანი წლების, 90-იანი წლების განსაკუთრებით პოპულარული საქართველოში იყო ეს ფილმები, რასაც უყურებით. ხო, ძაფსიუჟეტიანი ფილმები, სტალონე, შვარცენეგგერი, ვან დამი და ასე შემდეგ. რა გახდა ინსპირაციის წყარო, რატო გახდი კასკადიორი? ეხლა იმ თაობისთვის ორიგინალური ვერ ვიქნები, იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის ყველას უნდოდა იგივე, რაც მე მინდოდა იმ პერიოდში. ანუ რემბო გინდოდა გამხდარა. ხო, ნუ უფრო ვან დამი მინდოდა გამხდარა. რემბოც ძალიან მომწონდა და დიდი სიამოვნებით ვუყურებდი, მაგრამ ნუ უფრო აი ეს ვან დამის სისხლიანი სპორტი. სისხლიანი სპორტი, ამან უფრო დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, იქ ცოტა სხვა მომზადება და სხვა მიმართულება მაინც ამ ექშენში. და ნუ მე რა თქმა უნდა სამწუხაროდ ჯეკი ჩანი უფრო გვიან გავიცანი ვიდრე ვან დამი. ხო, ჯეკი ჩანსაც აქვს, ხო. ჯეკი ჩანს თავის ავტოს. თუ აქვს, თუ ვინმეს აქვს, ჯეკი ჩანს აქვს და რა თქმა უნდა მე იმიტომ გავიცანი ჯეკი ჩანი უფრო გვიან, რომ აი ეს ვიდეო კასეტები რაღაცები ცოტა გვიან შემოვიდა და გვიან შემოვიდა და უფრო გვიან გახდა ჩემთვის ისე ცნობილი. და ნუ აი ამან გამოიწვია რა თქმა უნდა და მე უკვე ჯარში რომ წავედი მან გავარჯიშებდა ერთი ძალიან მაგარი ადამიანი და სახელს დაგვარს ესე არ ვამბობ ხოლმე ვერც ვამბობ და სენსეი დაცის ვეძახით რა ანუ ზუგდიდში იყო ადამიანი რომელიც იყო ოდესის კინოსტუდიის კასკადიორი და ასევე ქონდა აქვს თავისი სტილი შექმნილი დაცუტი ქვია და საბრძოლო ხელოვნების სტილი. და ეს გაერთიანებული ჰქონდა და ძალიან მომეწონა ამ ადამიანთან ურთიერთობა და სამი თვის მერე როგორც ვან დამის ფილმშია მართლა ღამის პირველ საათზე ვიპარებოდი ჯარიდან და ამ ადამიანსაც არ ეზარებოდა ჩემთვის დროის დათმობა და პირველ საათზე მღებულობდა და ვარჯიშობდით 3-4 საათამდე. და დილით ისევ მერე? დილით ისევ ნაწილში ვიყავი, ახლოს იყო, ნუ 1-2 კილომეტრი იყო და ფეხით გავიპარებოდი, მოვიდოდი. ესე დაიწყო ჩემი, ესე ვთქვათ, უფრო პროფესიონალური შეხება ამ სფეროსთან, ამ დარგთან და ნუ რამოდენიმე წელი ვიყავი ამ ადამიანთან და გარკვეული წლების შემდეგ მივხვდით, რომ ახლა ზუგდიდში არ იყო პერსპექტივა იმისი, რომ იქ რაღაც ფილმების, კინოგადაღების მომენტი ყოფილიყო, თუმცა ჩვენი სენსეი ყოველთვის რაღაც პატარ-პატარა ვიდეოები ჩვენთვის სამოყვარულო დონეზე ვიღებდით და ვაკეთებდით. და ნუ 2003 წელს მე ჩამოვედი თბილისში და პირველი ჩემი ესეთი პროფესიონალური სერიალი იყო ყავა და ლუდი, პირველ სერიაში პირველ კადრში მესამე სართულის სახურავიდან მიწევს ქალის ტანსაცმლის სხვათა შორის თავისი ყველანაირი ჩაცმულობით უბრალოდ შარვალი მეცვა ანუ ესე
გამოწყობილი ვიყავი და ვაკეთებ ვარდნას. სხვათა შორის მე იქ საუბრის დროს ბატონი მიშა გომიაშვილი, ალიკო ისინი საუბრობდნენ და ამათთან ერთად მივდექი და ალიკო ხაროშვილი სულ ყოველთვის რაღაც იუმორისტული მასში იყო განწყობაზე და დამავიწყდა რომ პარიქით და ქალისთან სასწრით ვიყავი და ბიჭებიც მოვიდნენ და ამათ ეგონათ უცხოები ვიღაცები და ეგონათ რომ ქალი ვიყავი და რო კაცის ხმაზე გავიცი და შეეშინდათ უცებ რა მოკლედ ესეთი კურიოზული მომენტები მქონდა და ნუ აქედან დაიწყო ჩემი შეხება ამ სფეროში და დღემდე სადღაც 150 პროექტზე მეტი მაქვს ნამუშევარი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფილმებში და შემიძლია ვთქვა რომ არის ძალიან გულიანი, პროფესიონალი და თავგანწირული თავისი სამუშაოს მიმართ ჩვენ ახლა გააზიარეს სიყვარულის საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ადამიანი. საქმეს აკეთებს, რაც გულით უნდა და აი დავით აღმაშენებელი სცენები გადავიღეთ და ახლა 7 ორთა ბრძოლა არის სხვადასხვა იარაღით და თითქმის ორ თვეზე მეტი ვემზადებოდით. ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა და ძალიან მაი ჩვენ 20-ში გვექნება და შენც ნახავთ და ჩვენც ნახავთ და მე რეკოთ იანვრის თებერვლის ბოლოს ფილმიც გამოვა და ვფიქრობ რომ ქართველი მაყურებელი პირველად ნახავს ესეთ დადგმულ ორთა ბრძოლებს რა ჩვენ ხა წინა ქართულ ფილმში ხო რა თანამედროვე ქართულ ფილმში არსად არ არის რა ესეთი საბრძოლო იარაღით საბრძოლები თან სხვადასხვა იარაღით და ძალიან მიხარია რომ ესე ერთად ძალიან კარგად ვითანამშრომლეთ რა. ძალიან სასიამოვნო იყო შენთან თანამშრომლობა და გილიგასთან. კი და გილიგამ ხო აი გილიგა როგორი კასკადიორია თან ხო აი ძალიან მაგრაში ეს არის და ჩვეულებრივად პროფესიონალი კასკადიორია მართლა ასეც გაუძლო მაგან არ ვიცი. ხო ერთი იყო და 7 ადამიანთან 7 ბრძოლაში ყოველთვის ახლა კასკადიორები იცვლებოდნენ და ის კიდე არ იცვლებოდა სულ და ამის დამახსოვრება თან ძალიან რთული არის ილეთების დამახსოვრება თან ძალიან მოკლე პერიოდი რომ ფაქტიურად ერთ დღეში გადავიღეთ ამდენი აი 7 ორთა ბრძოლა და ძალიან მაგრად ჩაიარა და მე მინდა გავიხსენო საიდან მოდის საერთოდ ეს პროფესია რა და ამის წინ გუგლავდი ასე ვთქვათ ვეძებდი რა ყველაზე რო არ გამოვჩეს ეხლა კი მახსოვდა მაგრამ მაინც გადავამოწმე საკუთარი თავი ბასტერ კიტონი დღემდე ამდენი 10 წლეულების შემდეგ ითვლება ნომერ პირველ თან კასკადიორად და თან მსახიობად, თან რეჟისორად და პროდიუსერად და თვითონ აკეთა აგვარება აბსოლუტურად ქორეოგრაფი და ყველაფერი თვითონ დგავდა და მაგით кайფობდა რა აი ხო არიან ახლა თქვა ჩარლი ჩაპლინი ხო შეუცვლელია კარიერო ეცემა და ეს ჭრილში რო დგას მაგაზე წავიკითხე ზუსტად ეს ის რო ეცემა ფასადი სახლის ფასადი ეგ ითვლება დღემდე კინოს ისტორიაში ყველაზე სახიფათო იმიტომ რომ ერთი პატარა აი მე და დადუმაც ვიყარაკეთ რომ რაღაცა პატარა არასწორი მოძრაობა და რამდენიმე ტონიანი ფასადი და ეცემოდა და გაჭყლიდაოდა ადგილზე და ბასტერ კიტონის ეს შესრულება და არა მარტო ეს კიდე რამდენი რაღაც აი იმდენი სცენები მახსენდება სახურავიდან სახურავზე რო ხტება და რო ვარდება რა ეგ არის იმაზე რო კიდია საათის ისარზე ჩამოდის მოგურავს რა მაგარია მანქანა რო გზაში იშლება თან ეს მაგარია რაც იყო იმ პერიოდში თან სხვა ტექნოლოგიებით აკეთებდნენ ამ ყველაფერს კი მაშინაც ჰქონდათ კომბინირებული გადაღებები იყო და ეხლა რაღაცნაირად უსაფრთხოება დაცული იყო მაგრამ დღევანდელთან შედარებით მაშინ უფრო რთული და სარისკო იყო მაინც და სხვათა შორის ბასტერ კიტონის ეს ტრიუკები ძალიან ბევრმა დღეს თანამედროვე კინოში იყენებენ დღემდე ხშირად და იმეორებენ ფაქტიურად მის გადამღერება ხშირ შემთხვევაში და არ დაგვავიწყდეს აი კაი გამახსენე ჯეკი ჩანი რომელზეც უკვე ხუმრობები დადის, რომ ყველა ცნობილ მსახიობს კასკადიორი ყავს და ის სარკეში იხედებოდა მისი ანარეკლია, მისი კასკადიორი. ყველა ძვალი დამტრეული აქვს აბსოლუტურად ამ მთელი კარიერის განმავლობაში და ყველაზე სახიფათო ტრიუკად ბასტერ კიტონის შემდეგ ითვლება ღვთისაჭურველი ქვია ჩვენ რო ბავშვობაში დასპეხი ბოგას ვეძახდით დღესაც ეგ მახსენდება პირველად კი იქ ხიდან გადმოხტომა და იქ ყველაზე რთული ტრუკი რაც იყო თავის ქალა დაიზიანა მანდ რამდენიმე თვე
გადაიდო გადაღებები და ნუ ეგ ითვლება ყველაზე სახიფათოდ როგორ თორე სილამაზით და ბევრი ტრუკები არსებობს კინოს ისტორიაში განსაკუთრებით ისტორიულ ფილმებში, მაგრამ ეს იყო აი ყველაზე ნაკლებად დაცული, ყველაზე სახიფათოდ შესრულებული ტრუკი ეს. დაზღვევის გარეშე ფაქტიურად. დაზღვევის გარეშე კი. ჩვენი ძმობილი თემურ მამისაშვილი მოვიკითხოთ, რომელიც ჯეკი ჩანის გუნდშია მეშვიდე თაობაში და არა მერვე თაობაში. კი და ჯეკი ჩანის რამდენიმე ფილმში 10-მდე ფილმში თამაშობს. უკვე ფაქტიურად ერთად ითამაშეს ორივეს. კი, უკვე თავარი როლი ჰქონდა. როლი ჰქონდა და ძალიან მაგარია და კარგია რომ ესეთი ქართველი არსებობს და აბა გამარჯვებით. თემური არის ჩემი აზრით ადამიანი, რომელმაც გაიარა დამოუკიდებლად ის გზა, რომელსაც ქვია მძიმე შრომა. და რასაც მიაღწია აბსოლუტურად დამსახურებულად მიაღწია და ვიცი რომ დიდი გეგმებიც აქვს და ალბათ მე სამომავლოდ თვითონ იტყვის ამ თემებზე, გეგმებზე და ძალიან მე პირადად ძალიან მეხარია თემურის გაცნობა და გამოჩენა ამ ჩვენს სფეროში, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ თემური თუ საქართველოში იქნება უფრო განვითარდება რა და ამ სფეროს რაღაცნაირად ეშველება, იმიტომ რომ მაგას სხვა გამოცდილება აქვს და უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს კონტაქტების მხრივ და არა მარტო კონტაქტების გამოცდილების მხრივ. თუმცა შორის 1-7 წლის წინ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე თემურ მამისაშვილი ისე აღმოჩნდა რომ Facebook-ზე 2-3 საერთო მეგობარი ყავდა და დავინტერესდი ამ ადამიანით, მივწერე ამ ჩემ მეგობრებს და მინდოდა რომ გადაცემაში ჩამერთო, ჩინეთში ცხოვრობს და ესე გავედი ამ ის ჩემი მეგობრები მასთან ერთად იზრდებოდნენ თურმე დიდუბეში ცხოვრობდა, დიდუბეში დაიბადა, გაიზარდა და აი ეს შემთხვევით მაშინ კოვიდი დაემთხვა, გადაღებები არ ქონდა, სახლში იყო კარანტინში და ჩამერთო იქიდან ვიდეოზარით ჩინეთიდან და ესე გავიცანი მეც და რა შევეცადე რომ ბევრისთვის გამეცნო ეს ოქროს ადამიანი და წარმატება უსურვოთ თემურ მამისაშვილს მსახურებს და აუცილებლად იქნება წარმატებული. დავით, აი ყველას აინტერესებს როგორ ხდება მზადება რა. აი შენი საყვარელი ტრიუკი რომელია რაც შენ გაგიკეთებია და რაც მაგალითად შენ გაგიკეთებია და ანუ სხვისთვის მოგიმზადებია და როგორ ხდება მზადება, იმიტომ რომ ეს უკანა კამერის უკან როგორ ხდება მზადება, ყველა ის საინტერესოა, კამერის წინ ძალიან შთამბეჭდავად ჩანს, მაგრამ იმას ძალიან დიდი მომზადება და დაზღვევა ჭირდება. ხო, აი ესეთი გამოთქმა გამიგია, რომ რთულიაო მომზადების პროცესშიო და ადვილია ომშიო თუ ბრძოლაშიო, რაღაც ეხა გადმოვთარგმნი ქართულად, მაგრამ დაახლოებით იგივე ვარიანტია. მომზადების პროცესი საკმაოდ რუტინულია, დამღლელია, როდესაც იმ ერთი 10 წამიანი ან თუნდაც 20 წამიანი კადრისთვის თუნდაც ელემენტარული ვარდნა, აი ადამიანი რომ დავარდეს რაღაცა მაგიდა და ამტრიოს ან ჩამოვარდეს, ხო? ამას სჭირდება თვეები, წლები, რომ ეს დამაჯერებელიც იყოს, თან სხეული მზად იყოს და არ დაზიანდეს ადამიანი რა. და სანამ გადაღებისთვის მომემზადები და გადაღებაზე არ დაზიანდები, იქამდე შეიძლება ბევრჯერ დაზიანდე და იტკიდო რამე პროცესში. თუმცა ეხლა დღეს ეს დაზღვევის შესაძლებლობა არის მატრასები, თვითონ დამცავი აღჭურვილობა, მაგრამ ნუ მაინც ძალიან რუტინულია, დამღლელია და ნების ყოფა ჭირდება და ყველაზე მეტად სიყვარული ჭირდება ამ საქმეს, იმიტომ რომ ამის გარეშე ნების ყოფა და мотиваცია მალე მიდიან თავთავიანთ გზებზე თუ არ გიყვარს რა, იმიტომ რომ მარტო აი რაღაცა აღტკინება, რაღაც ერთი მომენტის აღტკინება არ არის საკმარისი, ანუ აქ უნდა მოვიდეს ადამიანი, ვისაც აქვს გააზრებული რატომ მოდის ამ სფეროში. და ჩემთვის მე რაც გამიკეთებია ორი ტრიუკია, ყველაზე ისეთი საყვარელს ვერ ვიტყოდი, მაგრამ საშიში და აი რაღაც მგონია რომ იქ ღმერთის ხელიერია და ის ტრიუკი მე არ გამიკეთებია, ანუ რაღაცნაირად გადავრჩი, ანუ სხვა ძალებიც დაგეხმარნენ. სხვა ძალებიც დამეხმარნენ, ხო, იმიტომ რომ რო ვაკეთებდი მაგ ტრიუკს მე არ ვიცოდი რითი დამთავრდებოდა, იქ დავზიანდებოდი, მოვკვდებოდი, გადავრჩებოდი, არ ვიცოდი, უბრალოდ გავრისკე. და სხვათა შორის ბევრი კასკადიორი
ზოგადად დღეს ბევრი ტექნიკური შესაძლებლობა არის, მაგრამ ხშირად არის მაინც რაღაცა, რომ კასკადიორი რისკავს რა. თემოც ამბობდა ერთი პერიოდი, ანუ კასკადიორებიო რაღაცა ტრიუქს რო ვაკეთებთო, ვიცით რომ გვეთკინებაო. უბრალოდო მაინც ვაკეთებთო ამ ყველაფერს, ანუ ისე არ არის შენ კასკადიორი ხარ და შენ შეგიძლია რომ იქ დავარდე და არაფერი მოგივა. არა, ჩვენც ვტკივა. ყველასნაირად ვტკივა უბრალოდ. ჩვენ ვიცით რომ მაქსიმალურად მაინც როგორ გავაკეთოთ ეს უსაფრთხოდ. და ერთი იყო ჩემი ტრიუკებიდან, ანუ ფანჯარა ნამდვილი შუშა გავიტანე თავით და გავაკეთე ვარდნა და მეორე მატარებლიდან ვარდნა დაახლოებით 30-35 კილომეტრი სიჩქარით მიდიოდა. ეს ხა ძალიან მაღალი სიჩქარე არ არის, მაგრამ ნუ ამაზე მაღალი სიჩქარით სხვაგანაც არ აკეთებენ. უბრალოდ მან არ ქონდა არანაირი დამცავი აღჭურვილობა, ეს 2003 წელს იყო და პირდაპირ ნამდვილად ხრეშიზე ვაკეთებ ვარდნას და ეს კიდე სხვანაირად კეთდება თანამედროვეში და იმ პერიოდში სხვანაირად კეთდებოდა უბრალოდ მაშინ საქართველოში საერთოდ არ იყო ეს სფერო, რასაც ქვია განვითარებული კი არა და ძალიან მოშლილი იყო საბჭოთა კავშირის მერე ეს მიმართულება და აი ესე აქედან წამოვედით. მე მინდა კიდე ერთი ფილმი გავიხსენო და კასკადერული ტრიუკი მომზადება ახსენე რა. კიდე მნიშვნელოვანია კასკადერი შეიძლება მზად იყოს და გამოცდილიც იყოს და ბევრჯერ ქონდეს შესრულებული ესა თუ ის ტრიუკი, მაგრამ მსახიობიც უნდა იყოს ამისთვის მზად, რომ დაემთხვეს, ან ვისი დუბლიორიც ხარ, რომ ის მოყვებოდეს. რაღაცა მინიმუმი მაინც უნდა გააკეთოს. კი რომ ბმა რო იყოს კადრისთვის, ბმა იყოს კადრისთვის საბოლოო ჯამში რომ არ იყოს ძალიან აცდენა. კიდევ ერთი აი კინოს ისტორიაში ძალიან ცნობილი ტრიუკი, ჩვენ ვისაუბრეთ კიდეც 1982 წლის ფილმი პირველი სისხლი, რომელიც მე ჩვენთან რემბოს სახელით შემოვიდა. პირველ სისხლში არის ეგეთი სცენა, სადაც მთავარი გმირი იძულებულია გადმოხდეს კლდიდან. და იქ იყო რეალურად ხანდახან ფილმებში არის ხომ რომ კლდე არც ისე მაღალია როგორც ჩანს, მაგრამ ეს იყო ზუსტად იმხელა, რამხელაც ფილმშია. და პირველ გადაწყვიტეს როგორ გადაეღოთ ახლა ეს სცენა, სამ ნაწილად დაყვეს, რომ პირველ კადრში თვითონ მსახიობი უნდა ჩანდეს, იმიტომ სახე ჩანს და იქ ვერაფერს ვერ იზავდნენ. ახლა მაშინ CGI არ არსებობდა, რომ დაეშალათ სახე და მსახიობის სახე დაესვათ. 82 წელია და პირველ კადრში სტალონე თვითონ ხდება კლდიდან. და თან გავითვალისწინოთ მისივე ინტერვიუიდან ვიცი რომ სიმაღლის ეშინია სასტიკად და ძალიან ბევრი მსჯელობის და ორჭოფობის შემდეგ გადაწყვიტა რომ თვითონ შეესრულებინა და კლდიდან გადმოხდა. ნუ რა თქმა უნდა დამცავი ის იყო გაბერილი რა ქვია მაგას გასაბერი მეხანძრეები რასაც იყენებენ იმაზე დახტა და მეორე ნაწილი იყო რომ უკვე უნდა ის ტოტებში ფილმის თავარი გმირი ხეებში ვარდება ტოტებში და იქ უნდა ჩავარდნილიყო და იქ ბადი ჯო ჰუკერი არის მისი დუბლიორი კასკადიორი ცნობილი გადმოხდა ის მეორედ კლდიდან უკვე ხეებში დამცავი ყოველგვარი დამცავი ლეიბების გარეშე საბედნიეროდ კასკადიორმა არაფერი დაიშავა, მაგრამ რეჟისორმა თქვა, რომ ერთი სხვა ერთი რაკურსითაც უნდა გადავიღოთ, სადაც სახე კიდე ჩანსო. და გადაწყვიტეს, რომ სტალონე კიდევ ერთხელ გადმოხდარიყო, ოღონდ ამჯერად უკვე კლდიდან კი არა, ხის დონიდან, დაახლოებით 8-9 მეტრის ხის სიმაღლიდან ტოტებში. და აი მაგ მომენტში ჩაიმტრია ნეკნები, იმიტომ რომ იქ ერთ ფილმში შეტანილია ეგ სცენა რო ყვირის და ძალიან ის თავგანწირი ყვირის და ეგ მართლა ყვირის მსახიობი, იმიტომ რომ მართლა დაიმტრია ნეკნები და შემდეგ უკვე ვარდნა ძირს. კი ბატონო. სადაც არ იყო დაფენილი არაფერი, უბრალოდ ფოთლები და ფიჩხები ეყარა და ეს სცენა, პირველი სისხლის სცენა შეტანილია ასევე გამორჩეულ შეიძლება სანახაობრივად ისეთი არ იყოს როგორც თანამედროვე კინოში, მაგრამ უსაფრთხოების ტროსების და ყველაფრის გარეშე რა შესრულებული და თუ გქონია ესეთი შემთხვევა, რომ აი მსახიობი რაღაც მინიმალურად მაინც წამოყოლია რაღაც ნაწილობრივ აი
მართლაც 50-50-ზე არა, მაგრამ აი დაახლოებით ასე. კი, არის მსახიობები, ხა მაგალითად გააზიარეს სიყვარული. გილიგამ ყველაფერი შეასრულა თვითონ. თან ნამდვილი ხმლე ხისაც ჰქონდა და ნამდვილიც რა და ხან ხით იყო ორთაბრძოლა, ხან ნამდვილით რომ ვიზუალური კადრი რეჟისორს კარგად გონოდა და ამასაც ხო ამ შემთხვევაში გადავშიფშვიდობია და კი ყველაფერი კარგად დამთავრდა. ქართული მსახიობებიდანაც ყოფილა ისეთები რომლებსაც აი რაღაც უნარები გააჩინათ იმისთვის რომ მე კასკადიორმა ესე მშვიდად და კარგად გააგრძელოს თავისი საქმე, თუმცა ვიტყოდი რომ მაინც უცხოელები რო ჩამოდიან ისინი უფრო მომზადებულები არიან. ალბათ ინდუსტრიიდან გამომდინარეც, იმიტომ რომ იქ მეტი მოთხოვნა მიმართულებით და გარდა სამსახიობო ოსტატობისა, იმათ უფრო ეს ფიზიკური მზაობა ჭირდებათ რა და საქართველოს ფილმებში სამწუხაროდ ნაკლებად არის მსგავსი. ხო, არა მარტო ანუ კასკადიორების მიმართ ის მსახიობების დამოკიდებულება კიდე ცოტა სხვა არის და ვიტყოდი პროდიუსერებზეც რა, როდესაც მირეკავენ მეუბნებიან რომ არაფერი რთული არ არის გასაკეთებელი და იწყება საუბარი აქედან რა, იმისთვის რომ ცოტა გადაგიხადონ და ის შენი სამუშაო გააუფასურონ იმითი რომ მე ცოტა გადაგიხადონ რა და ხშირად არის როდესაც გჭირდება 3 საათი რაღაც სცენის ასაწყობად გაძლევენ 20 წუთს და 20 წუთის განმავლობაში ერთი 5 ჯერ მაინც გეკითხებიან რამდენ ხანში იქნები მზად. ანუ ეს ეხდება ჩვენთან სამწუხაროდ. საქმიანად არ არის სწორი მიდგომა. ხო, მაგრამ ნუ იშვიათია, როდესაც ბევრ დროს უთმობენ რა. აი ხა მაგალითად ამ ფილმზე გააზიარეს სიყვარულში. ფაქტიურად 2 თვეზე მეტი ვიმუშავეთ. მაგრამ სამწუხაროდ თვითონ გადაღებისთვის გადაღებაზე ბიუჯეტურად შეზღუდულები ვიყავით, მაგრამ იმ მომზადებამ ძალიან კარგი შედეგი მისცა. და ორთვიანი მომზადება შემდეგ ეკრანზე რამდენ 7 წუთი გამოვა რა. ეს საკმაოდ დიდი დრო არის, იმიტომ რომ ყოფილა ორთვიანი მომზადებები და ალბათ 1 წუთიც არ ყოფილა ეკრანზე. კი, აი ხა მოვჭი ზუსტად რა, აი დღეს მოვჭი ამ სცენების მონტაჟს, რამდენიმე რაღაც ბოლო პერიოდი ვაკეთებდი და ზუსტად რომ დავითვალე 7 წუთია რა. ანუ სხვადასხვა კადრებიცა იქ ჩასმული თვითონ ბრძოლა არის, თითო წუთი გამოვიდა, თითო ბრძოლა და ანუ ერთი არის 9 წუთი, მაგრამ იქ მე სხვადასხვა კადრები ჩდება რა, შეფასებები რა, ვინ როგორ უყურებს იქ გარემო პირობები და მე ძალიან კმაყოფილი ვარ. თან ჩვენი პირველი თანამშრომლობაა, ჩემთვისაც მე კი მაგ ჩვენი მიმართულება არის რომ ეს ჟანრი განმოვითაროთ, მაგრამ ესაა ძალიან დიდი ფუფუნება, რომ ეს შენ შეძლო რა ფილმში ამის გადაღება, მაგრამ ძალიან მინდოდა, იმიტომ რომ მაგალითი რომ როგორ შეგვიძლია რა, ეხლა იარაღია 60-ია შესაქმნელი ამ ბიჭებმა უნდა ივარჯიშონ ერთად ხო, რომ ეს მაგრად შეიკრას ილეთებია, მოსაფიქრებელი დასამუშავებელი იმ ეპოქას უნდა შეეფერებოდეს, ხვდები, ყველა ილეთს ვერ გამოიყენებ, რომელიც კამერა როგორ უნდა მოძრაობდეს, რომ კარგად გამოაჩინოს ეს ყველაფერი. ადგილმდებარეობის შერჩევა ძალიან ბევრი დეტალია და ჩემთვის პირადად უდიდესი სკოლა იყო, რომ ეს ახლა ერთობლივად გავაკეთეთ, უკვე ეკრანზე შეგვიძლია საბოლოო შედეგი ვნახოთ და რა თქმა უნდა, შემდეგი პროექტი აუცილებლად კიდე იქ მექნება ამ მიმართულებით და იქ უკვე ბევრად დიდი შედეგი გვექნება ვიდრე ახლა გვაქვს, იმიტომ რომ ახლა უკვე გავლილი ეს ყველაფერი ვიზუალურად ძალიან კარგი იყო, პრაქტიკულადაც ქართული კინოსთვის ძალიან მაგარი რაღაც მოხდა რა და ჩემი აზრით მე ვფიქრობ, რომ ეს პროფესია კასკადიორის პროფესია მე მგონი უნდა აიწიოს ანუ ინტერესი უნდა გაიზარდოს ამ პროფესიის განვითარებისთვის. ახლა მე არ ვიძახი მარტო ჩემი ჯგუფისთვის, ჩემი ჯგუფის გარდა კიდე არის რამოდენიმე ჯგუფი. აი სტანთ აკადემია არის, ჯორჯიანის სტანთ აკადემია, ჩვენი მეგობრები ისინიც ასევე აქ რამდენიმე მონაწილეობდნენ აქ და ძალიან კარგი ჯგუფია და მე მინდა რომ მაგრად იყოთ რა, ეგ არის ჩვენი მიმართულება და ინტერესი და დაფინანსება ჭირდება, არა მანო და პროექტები სადაც ეს იქნება გამოყენებული რა. კი ბატონო, ანუ ამიტომ ვიძახი რომ არანაირი კომერციული ფილმი კასკადიორების გარეშე არ იქნება, ვერ გამოვა. თუ კომერციული ფილმები არ იქნება, ზოგადად ეს სფეროც ვერ განვითარდება. მარტო საავტორო ფილმებით კინოსფერო ვერ განვითარდება. ჩვენთან მხოლოდ სოციალური დრამების დაფინანსება არის და ჟანრული ფილმები ფაქტურად შენ თვითონ უნდა გაკაჩო რა. ხო, ნუ სამწუხაროდ არა და ყველა ჟანრული ფილმები ბევრად უფრო მოწონს და რა გიჭირს დავით ახლა მოყევი. მითხარი, მე ვიცი რომ
რავი რა წვალებას გადიხართ მე ვიცი და ნამდვილად არ არის რა არა მართებულია რომ ასეთ სიტუაციებს ებრძვით რა მინიმალურად დამნაშავის ძებნას არ დავიწყებთ არა აზრი არა ხო და იქნება გამოჩნდეს რაღაცა სიტუაცია და რა გჭირდებათ როგორ რა ადგილი გინდა რანაირად რომ აი მაყურებელს იცოდეს და როგორ უნდა იყოს ეგ თქვა ხო როგორ არის ახლა არის ისე რომ პროექტიდან პროექტამდე თავი გაგვაქვს რასაც ქვია იქ დარბაზის ქირა გადასახდელი და საკმაოდ ძვირად ღირებული აღჭურვილობა კასკადიორებისთვის, რომელსაც ჩვენივე ჰონორარებიდან რაღაცა თანხას გავდავდებთ, ზოგჯერ სახლში საერთოდ არ მიგვაქვს ჩვენი ჰონორარები და აი ჩვენ თვითონვე სიყვარულით და ენთუზიაზმით ესე აწუხლებთ ამ ყველაფერს. ვაკეთებთ ამ ამბავს, იმიტომ რომ ანუ როგორც ინტერიერი და აი ესე ვთქვათ ტექნიკური ბაზა ჭირდება, ისეთნაირად ჭირდება აღჭურვილობაც, რომელიც არის საკმაოდ ძვირად ღირებული რა. იმიტომ რომ შეიძლება პატარა რაღაც ჭანჭიკი იყოს და ღირდეს $100. იმიტომ რომ იმ ჭანჭიკზე დამოკიდებული შენი სიცოცხლე რა, იქ თუ ის გაწყდა, ანუ ელიავაზე ნაყიდი მას ვერ გააკეთებ. ვერ გამოიყენებ, ის უნდა გამოიწერო სპეციალური საიტიდან, საიდანაც სხვა მდგრადობა აქვს რა. ხო, მდგრადობა იქ გათვლილია, დატესტილია და პასუხისმგებლობა აქვს აღებული იმ კომპანიებს და ასე შემდეგ და ამიტომ ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც კასკადიორებს ჭირდებათ განვითარებისთვის. იქ თან ახლა ერთი მიმართულება არ არის კასკადიორის, უამრავი მიმართულება არის, იქ საცხენოსნოა, ავტომოტო მიმართულება, ბრძოლის სცენებია, სიმაღლიდან ვარდნებია, ცეცხლის მიმართულებას კიდე სხვა არის და თან ამ ყველაფერს სხვადასხვა ადამიანები ჭირდება, პრაქტიკა ჭირდება, გადაღებების გარდა ბაზა როდესაც გაქვს, ხო, ანუ გადასაღებ მოედანამდე უნდა მოემზადო ივარჯიშო, შეცდომები გამოასწორო და ამ ყველაფრის შესაძლებლობა როცა არის, უკვე ადვილია მუშაობა გადასაღებ მოედანზე რა. რამდენ ადამიანს აერთიანებს ახლა თქვენი ჩვენთან ახლა არის მიმართულება, ანუ ავტომოტო მიმართულება არის, რომელსაც ხელმძღვანელობს ლევან სვიანაძე და სამწუხაროდ საჰაერო ტრიუკების მიმართულებით იყო შოთა ღუღუნიშვილი და ტრაგიკულად გარდაიცვალა გასულ წელს და ახლა მე თვითონ ვცდილობ რომ ეს მიმართულება განმავითარო და ნუ ეს ორი მიმართულება და პლუს მე ბრძოლის სცენები, სიმაღლიდან ვარდნები და აი ცეცხლის მიმართულება და ჯამში ერთობლივად 25 კაცი არის ჩვენ ჯგუფში ახლა გაერთიანებული. ყავს ორი გოგოც, რომლებიც ძალიან მოწადინებულები არიან და პერიოდულად არიან ხოლმე ჩვენთან ვარჯიშებზე. და აი მინდა მოვიგონოთ ძველი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული კასკადიორი, რომელიც ვიმუშავა ერთ პროექტზე, ვაჩიკ პაპოვიანი. ძალიან მაგარი ადამიანი იყო, ცეცხლმოკი ერთ პროექტი ქონდა. ცეცხლს აკეთებდა ყველაზე კარგად რა, ისე და აი ცეცხლის სცენა გვაქვს, რომ უკიდია და ესე გამორბის და არ მაგარი ადამიანი იყო და ვაჩიკა არა მარტო იმ თაობიდან, დღეს აი ძალიან შეყვარებული იყო ამ საქმეზე და ანუ ეგ ადამიანი მარტო ფულის გამო არ იყო ამ სფეროში. იმიტომ რომ ეხა გულიანი ადამიანი იყო და გაანათლეს უფალმაც მის სული და და რამდენი კიდე არ ვიცით ქართულ კინოში ცნობილი ძველი თაობის კასკადიორები, რომლებმაც ისეთი ფილმები შექმნეს, როგორიც არის აი მამლუქი, თქვა, სადაც ბატალური სცენები და ცხენით ჯირითი და ცხენით ბრძოლა და ცხენი და ქართული კასკადიორები ფილმი იყო სასწაული საბჭოთა პერიოდში აი საცხენოსნო მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოები. მაცი ხვიტია წარმოიდგინე რა მაგარი სხვათა შორის კი და მე დიღომში ვცხოვრობდი ზუსტად კინოსტუდიის წინ და იქ ბავშვობაში მახსოვს ის ცხენები, რომლებიც მე ფილმებში ჩდებოდნენ ხოლმე, იქ რომ ბალახობდნენ ეზოში ჩვენს წინ. ძალიან მაგარი ფილმები გვაქვს ხო, რაც არის რა, ხა იგივე ბაშიაჩუკი, ჯარისკაცის მამა, ღიმილის ბიჭები, მაცი ხვიტია, აი მაცი ხვიტია ჩემთვის, ანუ დათა თუთაშხია, ხარება და გოგია. ის საცხენოსნო მიმართულება მაგარი ფილმებია და მე სხვა მიმართულებებითაც. იმედია დაგვიბრუნდება ეგ რა, უნდა დავაბრუნოთ აუცილებლად ქართული ჟანრული კინო რა, ყველა ენატრება ეს ხვდები, იმიტომ რომ ეს კინო შემოქმედება არის
სასწაული კინო არის სანახაობა. მაგერი დაიწყო კინო არის სანახაობა. სამი კაცი კი მაგარი ისტორია შეიძლება გააკეთოს. 3-4 კაცი ერთ ოთახშია, მე ქუჩაში გავიდა, შემოვიდა ისევ რაღაცა კაფეში შევიდა, ესეც არის კინო, რა თქმა უნდა, მაგრამ სულ ამას ვერ გადაიღებ. ეს 35 წელი ხო შეიძლება ამ წრეზე იტრიალოს არა ქართული კინოს დაფინანსების ისტორიამ, ხო? ანუ არ ვითარდება რა, თორე რა თქმა უნდა, ეგ მიმართულებაც უნდა იყოს, მაგრამ მარტო ეს რო არის, არასწორია რა. ეხლა რა ხდება? რა ნუ გაქვს რაიმე პროექტი იგეგმება რაღაცა. თან მე ვიცი რომ ძალიან არის რამდენიმე მიგიღიათ მონაწილეობა, როცა საზღვარგარეთ წასულხართ რა. ასევე როგორც სხვა უცხოურ პროექტებზე აქ რა, ქართულზეც და უცხოურზე, მაგრამ წასულიც ყოფილხართ. მე ვიცი რომ სხვა ქვეყნებში გიმოგზაურიათ. ერთადად ხო, აი ხა უფრო ინდურ ფილმებში მიგვიღია მონაწილეობა საზღვრებს გარეთ, თუმცა აქეთაც როცა ჩამოდიან ხშირად ვმუშაობთ მაგათთან და ესე ინდური ფილმების სპეციფიკა რაღაც დონეზე შევისწავლეთ, ვიცით როგორ მუშაობენ და ვფიქრობ რომ ძალიან მარტივი სამუშაოა ამ ადამიანებთან, აი ჩვენ მიმართულებით. იმიტომ რომ ну მაგათ ცოტა სხვა შეხედულებები აქვთ და ჩვენ რაღაცა რო არ მოგწონს და ვამბობთ რომ თავიდან გავაკეთოთ, ისინი ამბობენ რომ კარგია და გადავიდეთ შემდეგ კადრზე და კარგი იქნება თუ ასწავლით ორთაბრძოლის სცენების სწორად დადგმას. მე მახსოვს ბავშვობაში 8 მეტრით აცილებდნენ ხოლმე. კი, მაგრამ დღეს შეიცვალა ეგ დამოკიდებულება, შედარებით ახალი ინდური ფილმები ძალიან ბევრია, რომელიც ბევრი სერიოზული ფილმებიც, მაგრამ ჰოლივუდის ექშენ რეჟისორების და ტროიკების დამდგმელის დიდი დამსახურება ჩემი აზრით არ ვიცი შეიძლება ვცდები, რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ჰოლივუდიდან, იმიტომ რომ ინდოეთის კინოინდუსტრია ბევრად დიდია ვიდრე ჰოლივუდის ინდუსტრია, ანუ რაოდენობრივად ვიძახი ხარისხობრივად არა და შესაბამისად მოხდა ისე რომ რაღაცნაირად ახალი თაობა რომელიც წამოვიდა რეჟისორების თვითონ ინდოელი ქორეოგრაფებიც უკვე სხვანაირად მუშაობენ და რაღაცნაირად ამ კუთხით უკვე ხარისხი არის. ყველაზე დიდი ინდუსტრია 1000-მდე ფილმს აკეთებენ წელიწადში. 3000 მითხრეს იქ. ეხლა უკვე 3 არა, ეს ალბათ ითვლება ის ცოტა ხო, ან დაბალ ბიუჯეტიანი და ყველა. მე ვიძახი რასაც ჰოლივუდი რო 200 ფილმს აკეთებს და 300 ფილმს აკეთებს, ისინი 1000 და 1200 და ესე. ჰოლივუდში მარტო ჰოლივუდი ხო არ არის, იქ მთელი ამერიკის წარმოება, ან როგორ არის, იცი? პირველი არის ჰოლივუდი, მეორე არის ბოლივუდი და მესამე არის ნოლივუდი. და ნოლივუდი რომელია, იცი? ნიგერია. მე მგონი ხუმრობ მართლა. არა, მართლა ხო? ნიგერიული ფილმი არ მსმენია. აფრიკაში ნიგერიული წარმოება. ანგლიური თუ რაღაც ესეთი რა. და ძალიან მაგარი ფილმები არის. აი ხა კასკადიორებზე ტარანტინოს ერთხელ ამერიკაში ძალიან კარგად წარმოაჩენს და აი ხა რაიან გოსლინგის ფილმი და მან რაიან გოსლინგი რო ვარდნას აკეთებს, მაგას მივეცით ჩვენ ხმა და მაგან მოიგო იდეაში, ხო? ერთ-ერთი მაგარი ფილმი, მაგათი გახსოვს რომ ვისაუბრეთ ეგ ფილმი რო გამოვიდა. აი ეს რაიან გოსლინგი რო თამაშობს Facebook-ზე მე და შენ მიმოწერა ქონდა მაგ ფილმის შესახებ. ძალიან მაგარი ფილმია, კი. და აი ეს ვარდნა არის განსაკუთრებული. როგორი პატივი მიაგეს აი ამ პროფესიას მართლა როგორც იქნა ვიღაცამ დააფასა. ერთი მახსოვს პიტერ ოტული რო თამაშობდა ძველი კასკადიორი. ილუზიონის მუსიკა რო იყო. ილუზიონის მუსიკაზე რო იყო კადრები გამოყენებული. და მეორე აი ეხლა რაიან გოსლინგის ძალიან კარგი ფილმია მომეწონა. მეც ძალიან მომეწონა და ვფიქრობ რომ ესეთი ფილმები უფრო ნაცვლად დაანახებს ადამიანებს ამ პროფესიის ნამდვილ მხარეებს, აი შიდა სამზარეულოს. სხვათა შორის წლების წინ საქართველოში აქაც დაახლოებით 15 წლის წინ უფრო აი რომ იწევდა აი რა პროფესიის ხარ რომ ეკითხებოდნენ საბუღალტრო მაგ დამთავრებული, მაგრამ არასდროს არ მახსენდება რომ ბუღალტერი ვარ და ყოველთვის ვამბობ რომ კასკადიორი ვარ და ვიცით ეს პროფესია და ისო ხო აი სამაშველოში მუშაობ ხო? არა მეთქი რა სამაშველო კინოში ვმუშაობ. მაგრამ სამაშველოც ხო შედის ახლა მაგ მიმართულებაში. მაგრამ ანუ ხშირად კასკადიორი მაშველები ეგონათ რა, აი ესეთი ადამიანებიც მხვდებოდნენ და სოციალური ქსელები დღეს უფრო აი ხა ჩვენს Facebook გვერდზე უფრო რაღაც აქტიურად დავიწყე ვიდეოების დადება. ხო, ძალიან კარგი მიმართულება გახსენე ეგ რომ და იმდენი ხო და უცხო ადამიანისგან მოდის კითხვები, ინტერესი თავიანთ ასრს აფიქსირებენ და ძალიან მიხარია რომ რაღაც ადამიანები
დაინტერესდნენ და ძალიან მარტივად ინტერესდებიან, იმიტომ რომ მოსწონთ ეს სანახაობრივი მიმართულება და ვფიქრობთ, რომ საქართველოში ასე თუ ისე რაღაც დონეზე ვართ, როგორც კასკადიორები და სამომავლოდ. ჩემი აზრით, ძალიან კარგ დონეზე ხართ. შესაძლებელია, რომ უკეთესზე იყოთ რა, მაგრამ ის მაგალითად, სადაც არის დღეს ქართული კინო განვითარების მხრივ, იმაზე განვითარებულები ჩემი აზრით თქვენ უფრო ხართ. 100%. ხვდები? ანუ ის მიმართულება, როგორც ქართულ კინო განვითარება რა არის, რომ სხვადასხვა ჟანრის შედარებით ცოტა დაბალ და მაღალ ბიუჯეტიან ფილმებს აკეთებდნენ და ჩვენთან მაღალ ბიუჯეტიანი ფილმი არ არსებობს. თან თქვენ პროფესიას რო გამოიყენებენ ძალიან ცოტა არის ასეთი პროექტი და ის ახლა მე რასაც შევეხე და რაც ვნახე ძალიან კარგად მუშაობთ, მაგრამ კარგი განვითარება არის და უფრო უკეთესი იქნება რა თქმა უნდა ფილმთან დაკავშირებით და ძირითადად ჩვენი განვითარება და გამოიწვია კოპროდუქციებმა რა ფილმებზე ფორსაიზეც ვიმუშავეთ და უბრალოდ დამკვირვებელი რო ყოფილიყავი, ისიც მოგცემდა რაღაც დამატებით ცოდნას და გამოცდილებას და ეს სხვადასხვა კოპროდუქციები რაც შემოდიოდა წლების განმავლობაში, პანდემიის შემდეგ ყველაფერი ჩაიკეტა და ჩაიხურა, თორემ მანამდე ზოგჯერ არ მინდა ხოლმე უცხოელი კასკადიორების ვიდეოების ყურება, იმიტომ რომ მაგაზიალებს იმდენად ყველაფერი აქვთ რა. ეს ტატამი ჩვეულებრივია იგი მათთვის. იმდენად ჩვეულებრივია, ხა ისინი რაღაცას რო გადააგდებენ, ერთხელ ძირს თუ დაუვარ და იმას არ აიღებენ, იმიტომ რომ გამოშვები ის კომპანიამ, წარმოებელი კომპანიის მიერ რეკომენდირებული არ არის, რომ თუ რაღაც კარაბინი დაგივარდა, აღარ გამოიყენო რა და ჩვენ ახლა თუ დაგვივარდა კი რა კარაბინად რომ ძირს დავეცეთ, მაინც ვიკეთებთ იმას, იმიტომ რომ სხვა კარაბინს ახალი თანხები ჭირდება და შესაბამისად საინტერესო თემა გამოგვივიდა, საინტერესო საუბარი საინტერესო თემაზე. ნამდვილად რა და კიდე უნდა გავაგრძელოთ ეს თემა და ბევრმა სამწუხაროდ მაყურებელს უმეტესობამ არც იცის საერთოდ ბევრი პროფესიები რო არსებობს მზა პროდუქტს რო უყურებ შენ არ ფიქრობ იმაზე. მithmeდა საქართველოში რა, რომ ჩვენ ეს არა მარტო საქართველოში, ზოგადად განვითარებული და ეხლა ცოტა ძალიან კარგი პროფესიონალები გვყავს ქართულ კინოს სივრცეში, კინოშნიკები ესე რომ ვთქვათ, ძალიან მაგრები არიან გამნათებლებით დაწყებული, რა ვიცი, აი კი ბევრისთვის კინო არის მხოლოდ მსახიობი, რომელიც ჩანს საყვარელი მსახიობია შენთვის და ამ კინოს ხო, ან მაქსიმუმ ისეთი ცოტა გამოჩენილი და ცოტა ესეთი ექსტრავაგანტური კვენტინ ტარანტინო შეიძლება იცოდე. მაყურებლისთვის აი ზოგადად უცნობია, რომ იქ გამნათებელიც მუშაობს, იქ კასკადიორი გადახტარა 50-ჯერ ცადა ერთი და იგივე. ხო, გრიმი, მხატვარი მუშაობს, კოსტიუმებს ყერავს ვიღაც და აბარა ეს კინო არის უდიდესი წარმოება რა, რომელთანაც ყველა პროფესია არის დაკავშირებული, ერთადერთი ინდუსტრია, რომელშიც ყველა რაც კი დედამიწაზე არის პროფესია, ყველა არის კინოსთან დაკავშირებული რა. ამიტომ და თუ კინო განვითარებულია, ყველა ქვეყანა განვითარებულია, აი რო გადავალო. და ყველა დარგი განვითარებულია. ყველა დარგი იმ ქვეყნებში განვითარებულია და საქართველოს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს და აი ამ ახალ წელს 2026-ში ვისურვოთ, რომ ქართული კინოს აი ახალ საფეხურზე გადასვლის წელი ყოფილიყოს რა. ასე კასკადიორებთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები გამოგვჭირდნენ, ესენი არიან სპეციალური ეფექტის ოსტატები. ალბათ სამომავლოდ მაგათაც მოვიწევ აუცილებლად ტექნიკის სპეციალისტები. აუცილებლად სოსოს და დათოს და მამუკას რა, ვისთანაც ჩვენ თანამშრომლობთ, ძალიან მაგარი ადამიანები და ხშირად ერთად მოღვაწეობთ გარეშე არ არსებობენ, ხო? კი, სხვადასხვა პიროტექნიკასთან და შეხება მქონია სპეცეფექტებთან და სტუდენტი ვიყავი და ჩვენი რეჟისორი, ჩვენი ლექტორი სანდრო ვახტანგოვი სამწუხაროდ გარდაიცვალა. ხსოვნა იყოს, იღებდა ფილმს და იქ ერთ-ერთ სცენაში მატარებელზე ვდგავართ ესე რა, სტუდენტები არ ქონდა იმის შესაძლებლობა ან კასკადიორი ყოლო და ჩვენ ვიყავით, მისი სტუდენტები ვიყავით, კასკადიორებიც და მსახიობებიც და მატარებელი მოდის და აფეთქებებია რამდენიმე 4-5 აფეთქება უნდა მოხდეს და უნდა გადმოხდეთ აქედან ყველანი. ძალიან ელა მოდიოდა ის მატარებელი რა თქმა უნდა იქ თავისუფლად გადმოხდებოდი, მაგრამ ეს ცოტა მოულოდნელი იყო, ჩვენ ბავშვები ვიყავით 17-18 და ხან ერთი რო აფეთქდა, ხან მეორე, ხან რაღაცა გადმოვარდა იქიდან და ეხა გადმოხდით იქიდან.
მოკლედ ძალიან ისეთი ისე საკმაოდ ისა მაშინ მქონდა პირველი შეხება კი ადრენალინია კი არა ერთი სული ქონდა მეორე დუბლი და გავიკეთე მადლიერება დავით დიდი მადლიერება დავამშვიდობებით მაყურებელსაც ჩვენ სტუმარსაც აბა გამოდი ბედნიერი და წარმატებული წელი გქონოდეს ყველა ჩვენთაგანს